ნამდვილი საშიში ამბები. ამბავი პირველი. მე ყოველდღე სავარჯიშოდ დარბოდი, რაც კი თავი მახსოვს. საათი იქნებოდა ერთ ღამეს ზაფხულში. როდესაც სუბუქის სადილის ჭამა დავასრულე და როგორც ყოველთვის სირბილი გადავწყვეტ. ყოველთვის ერთ გზაზე დავმივარ, ჩემი სამეზობლოს ტრასაზე 1 კილომეტრი. შემდეგ უკვე დღეში გადავდივარ, სადაც 2 კილომეტრი დავმივარ. მე რომელ დღეში დავმივარ, ორი გზა არის, ერთი დაგებული, მეორე არა. დაგებული რომელიც არ არის, უფრო ლამაზია სარბელი. შემდეგ უკვე როცა გავუპირ ამავე კილომეტრს, მერე დაგებული გზით მოვდივარ ხოლმე. დღეში გზები ძირითადად დამალულნი არის. ისინი ბევრმა ადამიანმა არ იციან, ამიტომ ცარიელი. საერთოდ იშვიათია, რომ ერთი ადამიანი დავინახო, როდესაც დავმივარ ამ გზად. თქმა უნდა, როცა დავმივარ, 1-2 ადამიანი მაინც ხდება ხოლმე ხანდახან, მაგრამ ამის გარდა ძირითადად მარტო ვარ. უпростоროდ მეგონა რომ ვიყავი. მე ამ დღეში უკვე დიდი ხანია რაც დავმივარ და შემდეგ გავიგე, რომ ტელეფონზე მესიჯი მომივიდა. ის ტექსტი არ იყო, ის airdrop-ის მესიჯი იყო. ეს მე ხმით მივხვდი. მე პანიკაში ჩავარდი. ვიღაც ჩემთან ახლოს უნდა ყოფილიყო, რომ ეს მესიჯი გამოეგზავნა. მე ამ მესიჯს ყველგან მივაქციე, ვითომაც არც მოსულა. ხოლო შემდეგ მე გავჩვენდი, რომ მუსიკა შემეცვალა. სინამდვილეში მე ტელეფონი მისთვის ამოვიდა, რომ მესიჯი მინახა. მე მას დავაჭირე. კინოა მე გული გამიჭერდა. ის სურათი იყო. ჩემი სურათი იყო, რომელზეც ეწერა უკან დაბრუნ. ეს სურათი რა თქმა უნდა ეხლა უნდა ყოფილიყო გადაღებული. ამ სურათზე ერთ და იგივე მეთვა, რითაც ეხლა დავყავდი. სურათი როგორც იყო გადაღებული, ეტყობოდა რომ ვიღაცა ბუჩქებიდან იმალებოდა და ისე გადავიყო. მე უკან გავბოდი, რასწრაფადაც შემეძლო. ყიდან დიდი გზავით ჩემს სამეზობლოსკენ. როგორც კი გავბოდი, მესმოდა შტვენა და ნაბიჯების ხმა. მე უკან არ დავბრუნებულა, რადგან ვიცოდი, რომ ეს შემანელია. როდესაც მე უკვე ტყიდან გამოსული ვიყავი, მე უკანა ეზოებში დავბოდი, რადგან დავეკარგა ის, ვინც მე მოუყვებოდა. ბოლოს რაც მოსოდა ის იყო, რომ ის რკინას რკინით უთხოვდა. ეს რასაც ნიშნავდა, რომ მას რაღაც იარაღი ეჭირა ხელში. დღემდე არ ვიცი თუ ვინ იყო იგი. წარმოდგენას კი არ მაქვს, როგორ გამოიყურებოდა. არ ვიცი მას ჩემ გარა უნდოდა. ამ დღეში მე აღარასდროს აღარ ვუძვე. მე ამის შემდეგ ჩემი ტელეფონის airdrop-ი საერთოდ გამოვხდი.